სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ეს 59 ნაწილი, რომელსაც დღეს ვიწყებ ჩვენ, იგივე წელს ერთ თვეში ეთყობა ბევრი დარჩა პიროვნება, რომელიც რიგებში იდგა და ვერ უპასუხა, ამას ჯონ მაკარტურის შესავალში აკეთებს და ერთ თვეში 18 მარტს დანიშნეს ეს სესია. ძალიან საინტერესო კითხვას ასვავს პირველი კითხვა დამსმელი და მე ამაზე გამახსენდა და თქვენც მოისმენთ კიდევ ჯონ მაკარტურის პასუხს, როდესაც პიროვნება მეკამათებოდა ებრაელი ქრისტიანი, ვითომ ქრისტიანი, აქაური ბატონი ჯიჯეიშვილი თითქოს და მაკარტური მხარს უჭერდა ამ ებრაულ ქრისტიანულ რაღაცა მოძრაობას, რასაც ქვია მესიანური სინაგოგები. რაც ესე არ არის და აგერ თქვენ მოისმენთ თვითონ დასტურს ამას, რომელიც დღესასწაულების აღნიშვნა, შაბათების დაცვა, რასაჭიროა დამაბნეველია ქრისტიანებისთვის. ისინი უბრალოდ უადვილებენ და იცით ებრაელებში არის ძალიან ბევრი განშტოებები, ძალიან ბევრი სექტები, არის უღმერთო სინაგოგებიც, მარტო სოციალურ სინაგოგებს რასაც უძახიან. პირადად ვარ ამის მოწვევ, რამოდენიმეში ვარ ნამყოფი ფიზიკურად სამსახურებრივი მოვალეობის გამო, აქაც ავსტრალიაშიც. არის ძალიან ბევრი განშტოები, ასე რომ ბევრს რო გაუადვილონ, გესმით, რაღაცა ალბათ რომანტიული გაგება აქვს დღეს ძალიან ბევრი, იცით, ეკლესიებში დადის არა ღმერთის გამო, არამედ მუსიკის გამო, არის კათოლიკურ ეკლესიებში ესეც მომისმენია. ასევე თუნდაც საქართველოშიც, ხო? და ანალოგიურად რო გაუადვილონ, ორგანიზაციები ჩამოაყალიბონ, თავის ცხოვრება გაიადვილონ, რასაც აკეთებენ მავანი და მავანი, ხო? ყველანაირად ცვლიან ამ სახარებას, რომელიც ჩვენ პავლემ დაგვიტოვა, რომელიც მოციქულებმა დაგვიტოვა და რომლებიც ებრძოდნენ იუდეველებს, ქრისტიანი იუდეველებს, რომელიც მოდიოდნენ და წინდაცვეთას, დაცვას, რაღაცებს თავაზობდნენ წარმართებსაც კი. და დამაბნეველი იყო ეს. ამიტომ მოდით მოусვინოთ ახლა ჩვენ ამ კითხვის დასმელს, ებრაელ ქრისტიანს დღეს ძველი აღთქმის რომელ დღესასწაულებში შეუძლია მონაწილეობის მიღება. მისი სახელი არის დავითი. სალამი ჯონ, მე დავითი მქვია. რომელ ებრაულ დღესასწაულები, როგორიცაა პურიმი, პასექი, ჰანუკა, იქნებოდა მისაღები ებრაელი მორწმუნისათვის და რომელი თუ საერთოდ არსებობს, აღარ იქნებოდა შესაფერისი. და ჯონ მაკარტური პასუხობს: არსებითად ახალი აღთქმის თვალსაზრისით არ არსებობს ებრაული დღესასწაულები, რომლებიც ჯერ კიდევ ქრისტიანული რწმენის ნაწილია. არსებობს გარკვეული დღესასწაულები, რომლებიცაც არაფერი არ აქვს საერთო ძველ აღთქმასთანაც კი. ჰანუკას ებრაულ ახალ წელს არაფერი აქვს საერთო ძველ აღთქმასთან. მე ვფიქრობ, რომ პურიმს არაფერი აქვს საერთო ძველ აღთქმასთან. სანთლების დღესასწაული უფრო ტრადიციული დღესასწაულია, ვიდრე ძველი აღთქმის ბიბლიური დღესასწაული ან ფესტივალი. მაგრამ რაც შეეხება ახალ აღთქმას, ძველი ყველა ცერემონია გვერდზე გადაიდო. და ჩვენ ვიცით, რომ იესომ წიგნობრებსა და ფარისელებთან თავისი დამოკიდებულებით გარკვეულ გულგრილობაზე მიუთითა ამის მიმართ. და განსაკუთრებით იესომ პასექიდან, რომელიც მთავარი დღესასწაული იყო, უფლის ზიარებაზე გადავიდა. იცით, უფლის ტრაპეზი. სწორედ მისი გაცემის ღამეს, პასექის ტრაპეზზე აიღო იესომ პური, რომელიც ოდესღაც ეგვიპტეში პასექთან იყო დაკავშირებული, რაც ღვთის ძალის დიდი ისტორიული მაჩვენებელი იყო თავის ხალხის გადასარჩენა და პასექის საფუძველი გახდა ასე. ის უნდა ყოფილიყო მემორიალური, გასახსენებელი და ღმერთმა ის იქ ეგვიპტეში დააწესა. მაგრამ იესომ აიღო ეს ყველა ნივთები, პური, სასმისი, რომელიც პასექთან იყო დაკავშირებული და თქვა: ამიერიდან ეს პური არ წარმოადგენს ეგვიპტეში პასექის უფუარ პურს, ის წარმოადგენს ჩემს სხეულს და ეს ღვინო აღარ წარმოადგენს ეგვიპტეში ხსნის სიმბოლოს და სისხლს, რომელიც კარსა და ღრუბლებზე იყო წასმული. არამედ ეს წარმოადგენს ჩემს სისხლს თქვენთვის დაღორლს. ასე რომ თავად იესო გამოვიდა პასექიდან როგორც ასეთი. თუმცა როდესაც საქმეების წიგნში, მოციქული საქმეების წიგნზეა ლაპარაკი, ხშირად ინგლისურში მარტო ამბობენ საქმეების წიგნი. ამიტომ თქვენც ქართველ მოსმენელებმა გთხოვთ, ნუ დაიბნევით, ამას აკეთებს ვორენ ვირსბიც, ამას აკეთებს ჯონ მაკარტურიც, ბუნებრივია, როცა საქმეებზეა ლაპარაკი, ხომ, ეს ლაპარაკია მოციქულთა საქმეების წიგნზე. იერუსალიმის კრებაზე საქმეების მე-15 თავში მიდიხართ, იქ მორწმუნეებს მითითება ეძლეოდათ, რომ არ შეურაცხონ ებრაელი ხალხი დარჩენილი ზოგიერთი ცერემონიის მიმართ. ხოლო რომაელთა 14 და 15 თავებში არის გარკვეული ინსტრუქცია იმის შესახებაც, თუ ყავთ გარკვეული ადამიანები, შეიძლება ითქვას, რომლებიც ზედმიწევნით ასრულებდა მოსეს რჯულს და თუ მაგთ ესეთი რწმენა, სათუთი რწმენა,
და მაშინ ნუ შეეცდებით რომ ისინი დააძალოთ მათ ეს თავისუფლებაო. რადგან მათ ჯერ კიდევ არ ესმით თუ რას ნიშნავს ქრისტეში თავისუფლად ყოფნა. თუნდაც ისინი ქრისტიანები იყვნენ. თუ ისინი კვლავ იცავენ, თქვათ შაბათს, ან კვლავ გარკვეულ კვების დიეტურ კანონებს, კოშერი, რასაც ქვია, წმინდა და არაწმინდა. მოციქული პავლე ამბობს, ნუ შეურაცხყოფთ მათ, ნუ აიძულეთ მათ ისეთი თავისუფლების მიღებას, რომელთა გაკეთებაც მათ სინდის ჯერ არ აძლევს, მათი სინდისი ჯერ კიდევ არ აძლევს მათ საშუალებას. მათ სჭირდებათ სწავლება და ისინი აუცილებლად მივლენ იმ წერტილამდე, სადაც უკვე თვითონ გაიგებენ ახალი აღთქმის პირობებს და ამ საკითხებს გვერდზე გადადებენო. ამრიგად მიზანია, რომ იესომ დაასრულოს ძველი აღთქმის ცერემონიალური კანონი, როგორც ასეთი ცერემონიალური კანონი დასრულდეს ყველაფერი არსებითად, ყველა დღესასწაული და ფესტივალი, რომელიც მის ნაწილს წარმოადგენდა. შემდეგ საქმეების წინში არსებობს თანდათანობითი ერთგვარი გათიშვა ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით ეს, რადგან ეკლესია უკვე შენდება, კერძოდ მოციქულ პავლეს ხელმძღვანელობით. ეს საკითხები ეკლესიაში აღარასოდეს აღარ დაწესებულა. ისინი წარსულში დარჩა. როდესაც ეპისტოლებს გადახედავთ, ყველაფერი ძალიან კონკრეტული ხდება. ტექსტები, რომელსაც მე ახლა ორს გავიხსენებ, ერთი საქმეების წინშია, საქმეების მეათე თავში, სადაც პეტრეს ხილვა აქვს, გახსოვთ ხომ, რომელიც ესე ვთქვათ, გადასაფარებელი რო ჩამოდის, სადაც ნახა ესეთი ყველანაირი ცხოველი, სუფთა, უწმინდური, ყველაფერი ქოშერი, არაკოშერული და პეტრეს ეუნება სულიწმინდა. ადექი პეტრე და დაკალი და ჭამე. და მათ თქვა, მე არ შემიძლია ამის გაკეთება, მე არ შემიძლია უწმინდური ცხოველის ჭამა და უფალი ეუნება მას, ანუ იგივე ქრისტე სულიწმინდა, ნუ უწოდებ უწმინდურს იმას, რაც მე გავწმინდე. ასე რომ აღარ არსებობს განსხვავება სუფთასა და უწმინდურს შორის და ეს უბრალოდ წარსულთან გადაწყვეტის ილუსტრაცია. როდესაც ეპისტოლებზე გადახვალთ, თქვენ ყურადღებას ერთ კონკრეტულ ეპისტოლეს მივაპყრობდი კოლოსელთა მიმართ. კოლოსელთა მიმართ მეორე თავში მოციქული პავლე გვაჩვენებს თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი მკვეთრად. და ის ამბობს კოლოსელთა მიმართ მეორე თავის მე-16 მუხლში. ამიტომ ნურავინ გაგჟით თქვენ საკვებზე, ანუ დიეტური კანონების მიხედვით. ნურავინ გაგჟით ასევე სასმელზე, ნურავინ გაგჟით დღესასწაულები, ან ახალი მთვარის, ან შაბათების გამო. ახლა არანაირი დიეტური წესები, არანაირი რელიგიური წესშოულებები და დღესასწაულები არსებითად. ეს იყო გახსოვთ სულთმოფენობა, პასექი, კარობის დღესასწაული და ყველა ეს. არანაირი ახალი მთვარე და ეს იყო წერტილი, როდესაც ყოველთვიური მსხვერპლშეწირვა სრულდებოდა. ყოველი თვის პირველ დღეს ახალ მთვარეზე. ასე რომ არანაირი შაბათები, ეს არის ყოველკვირეული დღესასწაულები. ასე რომ ყოველწლიური დღესასწაულები, ყოველთვიური დღესასწაულები, ყოველკვირეული დღესასწაულების ამბობს, რომ ნურავის მისცემთ უფლებას, რომ დაგაკისროთ ისინი, რაც მომავლის ჩრდილიაო. მაგრამ არსი ქრისტეაო. ისინი ჩრდილები იყვნენ, ახლა თვითონ ნამდვილი სუბსტანცია მოვიდა და უკვე ჩრდილს აღარანაირი აზრი არ აქვს, ანუ ამ სიმბოლოს. ამრიგად ჩვენთვის ეკლესიაში, ებრაელ ქრისტიანებში, წარმართ ქრისტიანებში არ არის აუცილებელი ამ ყველაფრის დაცვა ჩვენი ქრისტიანული რწმენის თვალსაზრისით. თუმცა, ვიმეორებ თუმცა, ტრადიციის ფარგლებში, ოჯახში, თუ თქვენ ამაში ხვდებით და იზრდებით, არაფერია ცუდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობაში, არაფერია ცუდი პასექის ტრადიციულ ოჯახში აღნიშნა. არაფერია ცუდი სხვა ტრადიციულ ებრაულ დღესასწაულებში, ებრაულ ახალწელს, იომ კიპურში, რაც არ უნდა იყოს ეს. და სინამდვილეში როგორც ქრისტიანს, თქვენ შეგიძლიათ ამ ტიპის დღესასწაულებში შეიტანოთ გაცილებით უფრო მდიდარი გაგება იმ რეალობისა, რომლის ჩრდილიც იყო ეს ყველაფერი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პრობლემატურია ის, რასაც ჩვენ მესიანურ სინაგოგებს უწოდებთ. უკვე რამოდენიმე წელი არსებობს ეს მოძრაობა და მე ამას ბოლოს 15 წლის განმავლობაში ვაკვირდები და ყველანაირად ამაზე მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. ეს არის ადგილი, სადაც ებრაელმა ხალხმა, რომლებიც მორწმუნეები არიან, დააარსეს ეკლესიების ნაცვლად მესიანური ეგრეთ წოდებული სინაგოგები. და ისინი იცავენ ყველა ებრაულ წესჩვეულებას, ყველა ებრაულ ტრადიციას, იქნება ეს ყოველწლიური დღესასწაულები, როგორიცაა სულთმოფენობა, პასექი და ასე შემდეგ, იქნება ეს ახალი წელი, ჰანუკა, გამოსყიდვის დღე თუ ყოველ თვიური ახალი მთვრის შაბათი. ისინი იცავენ ყოველკვირეულ შაბათს. ისინი შაბათს იცავენ. ისინი გადიან ყველა ამ რიტუალს და გარკვეული გაგებით ისინი არიან ის ახალი აღთქმის იუდევლები, რომლებიც დარბოდნენ კარდაკარ და ცდილობდნენ ქრისტიანებზე ზეგავლენის მოხდენას.
და ცდილობდნენ ქრისტიანებზე თავზე მოეხვიათ ეს ებრაელური წესშუალებები, ებრაელური ცერემონიებები, ძველი აღთქმის რიტუალები. და მე ფიქრობ, რომ ამის გაკეთება არასწორია. არ მგონია, რომ ახალი აღთქმა ამას გულისხმობს. ფიქრობ, რომ ახალი აღთქმის არსი ისაა, რომ თქვენ ცდილობთ ასწავლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ იმიდან წარსულიდან გამოდვიდნენ, რომ მათ აღარ სჭირდებათ ამ ყველაფრის დაცვა, არამედ შეუძლიათ უარი თქვან მათზე ქრისტეში თავისუფლების გამო. ამიტომ მე ფიქრობ, რომ ეს საუკეთესო მონაკვეთია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ტიპის კითხვას სვავს. ჩვენ არა ვართ ვალდებულნი დავიცვათ რომელიმე ეს რამე. და ყველა მათგანთან ყველაზე აღსანიშნავი იცით პასექია. თქვენ პასექს ღვთის გამოსყიდვის გამო აღნიშნავთ. ხსნელი მოდის და პასექი დასრულდა. ახლა თქვენ გაქვთ უფლის ტრაპეზი. თქვენ აღნიშნავთ ასევე სულთმოფენობას, რომელიც პირველ ნაყოფია და ბოლო სულთმოფენობა, რომელიც კანონიურად აღნიშნეს, ეს იყო სულთმოფენობა, როდესაც მოციქულებზე სულიწმინდა გადამოვიდა. გახსოვთ, სულთმოფენობის დღეს მოვიდა სულიწმინდა. ეს იყო დიდი მოსავლის დღესასწაული და სულიწმინდა იმ დღეს მოვიდა და გარკვეულწილად ბოლო მოუღო იმ ჩრდილს, რადგან ახლა სულიწმინდა მოვიდა და სულების დიდი მოსავალი, ასე ვთქვათ, უკვე დაიწყო. ამიტომ ფიქრობ, რომ უჯობესი ამ ყველაფრისათვის საერთოდ არ დაინახოთ აქ რამე ბიბლიური ვალდებულება. მაგრამ მე ვფიქრობ, როგორც გითხარით, რომ გონივრულია თუ ებრაელ კონტექსტში ხართ, ესეთ ოჯახში ხვდებით და ესეთ ოჯახშიდან მოდიხართ, კეთილგანწყობილად მიიღოთ მონაწილეობა ამ ტიპის ტრადიციებში იმის გაგებით, რომ ისინი ყველანი მიუთითებს იმ რეალობაზე, თუ ვინ არის იესო ქრისტე. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ პასუხისათვის გასაგებია.